გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინა ტაძრის შენობები. ხოლო მან პასუხად უთხრა მათ. ხედავთ ყოველივე ამას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს. გითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთის სოფლის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესო მათ პასუხად. გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ქრისტე ვარ და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი მეორეს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდის დამთმენი გადარჩება. ეკადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად როცა იხილავთ გატიალების სიბილძელს წმინდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, წამკითხველმა გაიგოს. მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურო. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ზე ხორცელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ ვინმემ რომ გითხრათ, აჰა აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ თუ კი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გითხრან, აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. სადაც ლეშია, იქ ორბების გროვდებია. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს. ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს 4-ვე ქართაგან, ცათა კიდეთაგან, მათ კიდეებამდე.